გამარჯობა, მე ვარ დავით თუნცობიძე, თქვენ უყურებთ ქარდრაგის ახალ ეპიზოდს. დღევანდელ ეპიზოდში ჩვენ მე და ანა ვიმოგზაურებთ საქართველოს უკიდურესი კუთხიდან მეორე უკიდურეს კუთხეში, თელავიდან ბათუმში ელექტროავტომობილით. სანამ ავტომობილზე გადავალ, მანამდე აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი, რადგან 20.000 გამომწერზე როგორც კი ავალთ, სამ თქვენგანს ექნება შესაძლებლობა იმის, რომ დრიფტი ისწავლოს, ასე რომ ძალიან კარგი შანსია მგონი, ვისაც ექსტრემალური სპორტი იტაცებს და ამიტომ გამოიწერეთ არხი. ხოლო რაც შეეხება ჩვენ დღევანდელ სტუმარს, ეს გახლავთ ავატარ 1.1, მეც 11 მეგონა თავიდან, მაგრამ 1.1 ყოფილა როგორც დავგუგლებ. რა თქმა უნდა, ჩინური ავტომობილი და მიეკუთვნება ჩანგანის გუნდს. ეს ავტომობილი გახლავთ სრულიად ელექტრო, გამოიმუშავებს დაახლოებით 300 ცხენის ძალას, იწონის 2200 კილოგრამამდე და ერთი დამოხტვით მწარმოებელი გვირდება რომ გავივლით 600 კილომეტრამდე. როგორც წესი, მწარმოებელი უთითებს ხოლმე ისეთ რენჯს, რომ ავტომობილმა იმოძრავოს იდეალურ გარემოში. იდეალური გარემო ნიშნავს სწორ ზედაპირს, არაცვალებად ტემპერატურას და იდეალურ პირობებს იმისთვის, რომ ელექტროძრავმა და ელექტროელემენტებმა ძალიან კარგად იმუშაოს. მაგრამ როგორც წესი, ბუნებრივად ესეთი რამე არ ხდება და ყოველთვის ნაკლებს გადის ავტომობილი. თუმცა ეს ავტოში გვითხრეს, რომ ამ ავტომობილს 500 კილომეტრამდე გავლა შეუძლია. დღეს შევეცდებით, რომ თელავიდან ბათუმში ჩავიდეთ და 450 კილომეტრი გვექნება გასავლელი. რამდენიმე უღელტეხილი უნდა გავიაროთ, საკმაოდ რთული რელიეფი გველოდება წინ, ასევე ტემპერატურის ცვალებადობას გვექნება და იმედი მაქვს, რომ ჩავახცევთ, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ. მოდი ერთად ვნახოთ რა შეუძლია ამ ავტომობილს, მაგრამ სანამ დავიზრებით, მოდი ერთი წრე მოვარტყათ ავტომობილს, მის მახასიათებლებს მოგიყვებით, მის ფასზე გეტყვით და ასე შემდეგ. თავიდან რაც უნდა აღვნიშნო, ავატარ 1.1 გახლავთ პრემიუმ ხარისხის ლაქშერი კროსოვერი. კარგი მასალებით არის დამზადებული როგორც სალონი, ასევე გარე ვიზუალიც და საკმაოდ შეკრულად მოძრაობს მანქანა. ამის შესახებ ოდნავ მოგვიანებით, როცა უკვე შიგნით გადავინაცვლებთ, თუმცა მანამდე მოდი შევაფასოთ ვიზუალურად. ბევრს ალბათ არ მოეწონება, ბევრს მოეწონება, თუმცა გემოვნების ამბავია. მე პირადად ცხვირზე, რასაც ვფიქრობ, ის არის, რომ ეს დამატება რაღაც დიდად არ მხილავს ქვევით და გამოკვეთილია ძალიან, ეს წარწერაც ავატარიც თითქოს ზედმეტია და ასე ვთქვათ, აფუჭებს დიზაინს. ფარების მოყვანილობას რაც შეეხება, გვაქვს LED განათება, საკმაოდ კარგად ანათებს, თუმცა მთლიანობაში მე მგონი ნორმალური დიზაინია. ვერ ვიტყვი რომ ძალიან ლამაზია, თუმცა ნორმალური დიზაინია. რაც შეეხება მის გვერდითა მხარეს, აქ გვაქვს დისკები 21-იანი, რომელიც საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება. ალბათ შევცვლიდი, რამე ავტომაგეს დავაგანებდი პირველად ლამაზი ყოფილი იყო, იმიტომ რომ ქართული დისკები როგორც ყოველთვის არ გამოირჩევა ხოლმე სილამაზით, თუმცა ამ შემთხვევაში მთლიანობაში თითქმის ზის. როგორც ცხვირზე აღვნიშნე, აქაც გვაქვს დამატება, რომელიც საერთოდ არ მომწონს. აი ეს ჭრილი აქ თითქოს აეროდინამიკურად ეხმარება ავტომობილს, თუმცა არ ვიცი, ჩემი აზრით საქართველოში ძალიან მიზური გზები გვაქვს ზოგადად და იქ იქნება ჭუჭკის დაგროვების ადგილი. წარწერის გარეშეც ეს ადგილი ალბათ ჩემი აზრით უფრო ლამაზი იქნებოდა. რაც შეეხება მის კარს და შუშებს, არ გვაქვს არკები, კარის არკები, რაც საკმაოდ მისაღები და ლამაზია. რაც შეეხება მის უკანა მხარეს, მგონი ავტომობილში საუკეთესო მხარე ეს არის, იმიტომ რომ რატომღაც რაღაც გავლენა მოახდინა ჩემს და ძალიან მომეწონა. უკანა მხარეს გვაქვს ასევე სპოილერი, რომელიც ახლა დახურულ მდგომარეობაშია. შემდეგ შეგიძლიათ ელექტრონულად ამოწიოთ, ჩაწიოთ, მაგრამ საერთოდ რატო აქვს ეს სპოილერი, ვერ ხვდები რა სჭირდება. არც იმდენად სწრაფია ავტომობილი, რომ ტრეკზე შეხვიდეთ და ეს რამეში გამოიყენოთ, უბრალოდ ალბათ დიზაინისთვის და იმისთვის, რომ რაღაც ფუნქცია დაემატებინათ ავტომობილისთვის, მაგითო შექმნეს ეს სპოილერი, თუმცა რისთვის არის საჭირო, მე მგონი თვითონაც არიციან. ძალიან ლამაზი არის და მომწონს აი ეს უკანა LED განათება, რომელიც მთლიანად გაზდევს ზოლად Porsche-ს მაგონებს. ეს პატარა შუშა, საიდანაც თითქოს უნდა გავიხედოთ უკან, თუმცა იმდენად მცირე ზომის არის, რომ შიგნიდან დახურულია და საერთოდ შეუძლებელია აქ გამოხედვა, ამისთვის გვაქვს კამერა და კამერით არის უკვე შიდა უკანა ხედვის სარკე. გვაქვს უკან ასევე ეს დიფუზორი, რომელიც წინიდან და გვერდიდან უკანაც მოყვება და ავსებს ავტომობილს. აქაც ჩემი აზრით ეს დიფუზორი ზედმეტია და თითქოს დიზაინში არ ჯდება. მოკლედ მე არ მომწონს ეს დიფუზორი, მაგის გარეშე ჩემი აზრით შეიძლებოდა რამე უფრო მსუბუქად გაეკეთებინათ უკანა მხარე და უფრო ლამაზიც იქნებოდა. არ ვიცი. შეიძლება ვწდები. მოდი ვნახოთ მისი საბარგულიც, რომლის მოცულობა გახლავთ 555 ლიტრი და საკმაოდ დიდი მოცულობა აქვს. ერთ-ერთი შემეფერხებელი მომენტი აქ არის ის, რომ აქედან აქამდე საკმაოდ პატარა ადგილია, თუმცა მთლიანობაში ტევადობა ძალიან დიდია. გარდა ამისა, გვაქვს კიდევ წინა საბარგული, რომელსაც ახლავე გაჩვენებთ. რაც შეეხება წინა საბარგულის სივრცეს, 95 ლიტრაჟობის არის, ერთი პატარა ჩემოდანი, ჩემი აზრით აქ ძალიან კარგად მოთავსდება და თუ არ გინდათ რომ უკან ახადოთ და პატარა ბარგი გაქვს, შეგიძლიათ წინ განათავსოთ და ის გაიმგზავროთ. ახლა კი გადავინაცვლოთ უკვე სალონში, სადაც უფრო საინტერესო რაღაცები ხდება და ბევრად საინტერესო რამეები უნდა გაჩვენოთ. ამ ავტომობილში რაც მომეწონა ყველაზე მეტად ჯერჯერობით ეს გახლავთ მისი წინა სავარძლები, რომელიც ნებისმიერ პოზიციას იღებს და თქვენს სხეულს ერგება თავიდან ბოლომდე. მაგალითად აი ეს ფუნქციაც აქვს, ფეხების გასვლა შეგიძლიათ საზღვრები გადაწიოთ და მთლიანად წამოწვევი მდგომარეობაში იმგზავროთ. რა თქმა უნდა, ხა წინ არის მიწეული, შემიძლია უკან მივწიო
ამისთვის საბჭირდება ეს მოქმედება. უგანაც საკმაოდ დიდი სივრცეა, წინა სავარძელი არის ჩემს ზომაზე მორგებული, თუმცა მაინც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ასევე ჭერთანაც არ მაქვს პრობლემა. ჭერსაც შეეხება, მთლიანად გვაქვს პანორამული ჭერი. ასევე ძალიან ლამაზია დიზაინი დამეთანხმებით, აი წინა სავარძლები ძალიან მომწონს, მაგალითად უკანა სავარძლები ძალიან კარგად არის შესრულებული. ასევე კარზე გვაქვს LED განათებები, რომლებიც ღამე ძალიან ლამაზად ანაჩებს. როდაღამდე მაგაჩვენებთ. რაც შეეხება მძღოლის პოზიციას საჭესთან, საკმაოდ კომფორტულია, ძალიან კარგად აგიქვამ გარემოს, ასევე მხედველობა ძალიან კარგი აქვს. ვერ ვიტყვი რომ ჯიპის სიმაღლეზე ხართ და რაღაც მაღაზიაზე ხართ და ვერც იმას ვიტყვი რომ სედანის სიმაღლეზე ხართ. სადღაც საშუალოა, ნამდვილი crossover-ის ზომის არის, ზომის პოზიცია და საკმაოდ კარგი მხედველობა აქვს. რა თქმა უნდა, საჭეს და სავარძელი შეგიძლიათ მოირბოთ თქვენს გემოზე და ძალიან კარგად მოძრაობს, ანუ მაქსიმალურად მაგ ხაზებით ამოწეული, შემდგენ იმიტომ რომ მაღალი ვარ ძალიან და მუხლებზე არ მედება საჭე და ძალიან კარგია ეს. მის რეჟიმებს რაც შეეხება, გვაქვს ეკო რეჟიმი, კომფორტი, სპორტი და ასევე თქვენთვის შეგიძლიათ დაანასტროიკოთ, ასე ვთქვათ, როგორ იაროს ავტომობილმა და როგორი ენერგია დახარჯოს და რამდენად რეაგირებადი იყოს აქსელერატორი. ახლა მაჩვენებს რომ დატენილი არის 96%-ზე, თუმცა ჩვენ იმისთვის რომ ბათუმამდე ჩავახციოთ, ვცდილობ მაქსიმალური ენერგია გვჭირდება. ამიტომ მივიდეთ ახლა დამტენზე, შევაერთოთ და ავიყვანოთ 100%-მდე. ამას დაჭირდება დაახლოებით 5-7 წუთი და შემდეგ უკვე გავემართებით ბათუმისკენ. მოკლედ, დავტენეთ ჩვენი ავტომობილი სრულად, აია ჩვენი ანუ ნახე ნიშანი გომბორი თბილისის წინ. ვიზრებით თელავიდან. ანა ეხლა მეხნება ყველაზე პენსიონერული სიარული 100 კილომეტრს მქონია ცხოვრებაში, იმიტომ რომ ეჭვი მეპარება, მაგრამ რაღაც ჩავიყოლოს ბათუმში. მგონი რომ რა ვიცი, გაგვიჭირდება, მაგრამ ვეცდები ყოველ შემთხვევაში და წინ რთული რელიეფი გველის და იმედი მაქვს რომ ჩავახცევთ. ხელი გაზით, მაგრამ თვითონ თუ გაგვიჭირდა მე ეკო რეჟიმსაც დავახმარ. ნახოთ. ესერ ავტოს ბროშურაში წერია რომ 500 კილომეტრამდე გადის ეს ავტომობილი სრული დამუხტით. 90 კილოვატიანი ელემენტი აქვს. და ნახოთ შეძლებს თუ არა ჩასვლას. ასეთი რამ მანამდე არავის გაუკეთებია და არ ვიცით. ნახოთ. თელავში არის ასევე ბენზინგასამართი სადგური პორტალის, რომელიც ახლა ჩვენ არაფერში არ ვშვიდება, იმიტომ რომ ელექტროავტომობილით ვართ და იმედი ვიყავს რომ ერთი დამუხტით ჩავალთ ბათუმში. თუმცა ვისაც ბენზინზე და დიზელზე ქავთ ავტომობილები, შეგიძლიათ მოხვიდეთ პორტალის ფილიალში თელავში და საკმაოდ დაბალ ფასად ჩასვლა ძალიან კარგი საწოლი. გამოვიარეთ 50 კილომეტრი დაახლოებით, ელემენტის მოცულობა გვაქვს უკვე 99%-ზე. ახლა გვაქვს წვა 20 კილოვატი 100 კილომეტრზე, რადგან ძალიან მაგარ აღმართებს მოვადექით. გომბორით არ წამოვედით მეორე შემოვლითი გზით, ასე ვთქვათ, ახმეტის გზით და როგორც კი ჩამოვალთ 80%-ზე, ისევ დაგიბრუნდებით და გეტყვით თუ რამდენი გავიარეთ და რამდენი დაგვჭა გასავლელი. მოკლედ განმოუხვიეთ უკვე ნატახტისას დავადექით, ნატახტის გზა ჩავიყვანს ახლა ცენტრალურ ბანამდე, შემდეგ უკვე ბანზე გავაგრძელებთ სიარულს. ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, აღმართებზე დაიკლო პროცენტულობამ დაახლოებით 82%-მდე თუ სწორად მახსოვს, მაგრამ შემდეგ დაღმართებზე მოვდიოდით და მოვიმატეთ ესე ვთქვათ პროცენტულობა. ეხლა გვიჩვენებს რომ საშუალო წვა არის 16 კილოვატი 100 კილომეტრზე და ვფიქრობ რომ კიდე დააკლდება მას შემდეგ რაც ბანზე გავალთ დაახლოებით 13-14-ზე უნდა ჩამოვიდეს ჩემი ვარაუდით. რაც იმას ნიშნავს რომ ბათუმში უპრობლემოდ უნდა ჩავიდეთ. ანა რა სიტყვი შენ? კომფორტული არის მგზავრობა ამანქანით. მგზავრობა ძალიან კომფორტულია. ძალიან კარგად ვგზავრობთ, რა ვიცი. სავარძლები ძალიან კომფორტულია. ხმა არ უაწუხებს არაფერს, ანუ ხმაც არ შემოდის. და მოკლედ ძალიან სასიამოვნო სამართავი მანქანა არის. მაგაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, როცა უკვე კარგად ვიქნება ბევრი კილომეტრაჟი დაფარული ამანქანით, უფრო კარგად მოგიყვებით თუ როგორი სამართავია, რაც შევადარებდი და საერთოდ ღირს თუ არა ამანქანის მიკითხვა. გორის გვირაბს ახლახანს გავხსნით, 64% არის დარჩენილი და რეინჯი ვიწერს 400 კილომეტრს, 403 კილომეტრს. ნახოთ, შევძლებთ თუ არა ჩასვლას ბათუმში, იმიტომ რომ რეინჯთან შედარებით გაცილებით მალე აკდება კილომეტრაჟი მაგისტრალზე. კილომეტრს გვიჩვენებს, ჩვენ გვაქვს დარჩენილი 226 სადღაც. ხო, და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ნელა არ მოძრაობთ, ანუ ჩვეულებრივად მოძრაობთ როგორც ყველა. რამდენი ავტომობილის გადავასწრებით კიდევაც, ხო? კი. რა თქმა უნდა, ტრაილერებზე ჩქარები ვართ და 100-ით მოძრაობთ, ახლა 100-დან 120-მდე დაახლოებით მაგისტრალზე და მოვედით ანას საყვარელ ადგილზე. ნაზუქს არ გაცით.
ესე იგი, რიგოთზე ვართ უკვე მალე ჩვენი ელემენტის მოცულობა იქნება 50%-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარი გახარჯული გვექნება. აქედან დარჩენილი გვაქვს ზუსტად გეტყვით რამდენი ახლავე 202 კილომეტრი. მანახე, დამანახე. 202 კილომეტრი და 7:45-ზე გვიძარია ჩასვლა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო, რომ თელავიდან რომ გამოვედით, ზუსტად 18 საათზე ქონდა ჩასვლა მონიშნული, ასე რომ Google-საც კი მასწრებთ. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ნელა არ დავდივართ საერთოდ. ნახოთ, როგორ გაართვევს მანქანა. თავს ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის, თუმცა ჩქარა სიარული მანდ-ამაინც არ მოეწონა. იმიტომ რომ 120-ით რომ მოვდიოდი, საკმაოდ ბევრს მოიხმარდა ენერგიას. ასე რომ 90 კილომეტრამდე საშუალოდ ყველაზე ცოტას მოიხმარს. 80 კილომეტრი არის იდეალური. რაც იმას ნიშნავს, რომ ქალაქის პირობებში იდეალური მანქანა. და ნახეთ რა ლამაზია სალონის განათება, ანუ თუ ჩანს, ეგია ჩვენ. რაც მომდა ფერებში შეგიძლიათ. ასევე ძალიან კარგი კრუიზის სისტემა აქვს, ასევე ძალიან კარგად ხედავს გზაზე რა ხდება, ყველაფერს ხედავს, რა ტიპის მანქანა, მედიცინა მანქანა, რა შვება, როგორ ატორმოზებს ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერს ხედავს და ძალიან კარგი აღქმის სისტემა აქვს. ზესტაფონსაც გავცდით. ყველაფერი მწყობში არის, ჯერჯერობით რეინჯს ვიწერს, რომ არის 293 კილომეტრი და ბატარეის ვიწერს, რომ არის 46 კილომეტრი, 46% დარჩენილი. რიგოც რომ გადმოვდიოდით უკვე დავეშვით, ხო? თითქმის არ მოაგლდა არაფერი. დაახლოებით, რავი, ძალიან ცოტა მოაგლდა რა, მთლიანობაში, იმიტომ რომ სულ დავმართია და რეგენერაციას აკეთებდა, რა თქმა უნდა, იმხდებოდა თავის თავს მიხდებოდა და ძალიან ცოტა დააკვდა მაგის გამო. ალცი რელიეფიც უკვე შედარებით სწორი არის, სულ სწორზე მოგვიწევს სიარული, ერთადერთი ის არის, რომ ვაკონტროლოთ სიჩქარე, არ გაგვექცეს სიჩქარე და ძალიან შქარა არ ვიაროთ. 110-115 კმ/სთ ვფიქრობ ნორმალური იქნება იმისთვის, რომ ბათუმში სულ წკიბზე ჩავივიდეთ და ძალიან ცოტა იყოს დარჩენილი, ან შეიძლება არც იყოს დარჩენილი. მოკლედ, არ ვიცი რა იქნება. ის კარგია, რომ ზაფხულია და ადრე არ გამდება და ფარების გამოყენებაც არ გვიწევს. კონდიციონერი ჩართული ჰქონდა, თუმცა გამოვხდეთ, რადგან მივხვდით, რომ საკმაოდ დიდი ენერგია მიქონდა. და მოკლედ ვცდილობთ, რომ ჯერჯერობით ეკო რეჟიმი არ გამომიყენებია, ჩვეულებრივი რეჟიმით დავდივარ. თუ გაგვიჭირდა, რა თქმა უნდა, ჩავთავ უკვე ეკო რეჟიმსაც და ფეხსაც უფრო ესე ნაზად გამოვიყენებ შევეხები გაზის აქსელერატორს. რაც შეეხება მანქანას თვითონ ძალიან კარგი საავალი ნაწილი აქვს, ძალიან მომეწონა რა, ანუ ავტომობილები და ზოგადად პროფესიონალი მობილები რითაც აფასებენ ავტომობილს, ეს არის მისი მანევრირება, როგორ რეაგირებს საჭესზე და ასე შემდეგ, მსგავსი მახასიათებლები და ძალიან კარგად აღიქმება თუ როგორ იქცევა ავტომობილი ასფალტზე. და ძალიან სასიამოვნო სამართავია. კაი, ცოტა ხანში უკვე მივახლოვდებით ქუთაისს და ჩაგერთვებით, შევხედავთ, მიმოძრაობთ ახლა დაახლოებით 110-115 კმ/სთ და შევხედავთ, დავაკვირდებით, რამდენად სწრაფად მოიკლებს პროცენტულობა და რეინჯი. ლანჩხუთს უახლოვდებით ახლა, მაგრამ საცობია. ძალიან არ გვაწყობს. თუ გვაწყობს, პრინციპში ელექტრომექანიკა და რა პრობლემაა. რო ვდგავართ, უარჯდება. 33% აქვს დარჩენილი. იმედი მაქვს, რომ უპრობლემოდ ჩავალთ ბათუმში. სად ვართ? ლანჩხუთს გავცდით, ძალიან მალე დავინახავთ ზღვას. და მისი სურნელი უკვე იგრძნობა, გრძნობს ახლოს ვართ. სხვადასხვა ძალიან კარგად მუშაობს კრუიზ კონტროლი. რომელიც ასევე აკონტროლებს ზოლს, ანუ თავისით დგას ზოლში, იცავს ასე ვთქვათ დისტანციას მანქანებთან, ასევე ცდილობს რომ არ გადაუყვიოს გზა საერთოდ უყურებს იმას მიყვება და ძალიან კარგად მუშაობს. ეგ ფუნქციაც სავარძლების გაგრძელება, ვენტილაციაც ჩართული აქვს და ძალიან კარგად მუშაობს მაგის გამო. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნაზი და ფაფუკი ტყავი არის, ასე ვთქვათ, კარგად ინარჩუნებს ტემპერატურას სხეული. ბათუმამდე დაგვიჩა. ბათუმიდან დავშა ძალიან ცოტა. რეინჯი ვიწერია 163 კილომეტრი და 26% ელემენტი რაც იმას ნიშნავს, რომ თამაშობთ შევსისინე ბათუმში. სხვა გზა პრინციპში მაინც არ გვაქვს, ანა იმიტომ რომ ერთ-ერთი დამტენი, სწრაფი დამტენი, რომელიც უნდა დავტვირთოთ ბათუმშია. და აქეთ საერთოდ არ შეგვიძლია ეგეთი მიანაბარი. ასე რომ ერთ-ერთი გზა ის არის, რომ ბათუმში შევიდეთ. და იმედი მაქვს შევიდეთ. ჩავედით. ვიცოდე, დავამტკიცოთ ყველაფერი აბსოლუტურად, ესე იგი.
შუშა დასრულია, მაგრამ წინ არის ბათუმი. მივუახლოვდით, თითქმის ჩამოვედით უკვე. მოკლედ ამდენამდე რომ ალბათ დარჩენილი იქნება სადღაც 15-14%, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილი ახლა 105 კილომეტრს ვერ გაივლის, მაგრამ 170 კილომეტრს კიდე გაივლის. ანუ იმის შესაძლებლობას გვაქვს ანა რომ ბათუმში ვისეინოთ მაგალითად. კი. თელავიდან წამოვედით. კი. ძალიან მაგარი შედეგია, არ ვლოდ დამდგოთ ეს შედეგს. მოლოდინი მქონდა რომ მიაღწევდა იქამდე, მაგრამ აი რაღაცა ეკლებზე რომ ვიჯდებოდით რა, ეგეთი სიტუაცია ხო, დავა. მეგონა რაღაცა 20-30 კილომეტრის რეინჯი გვექნება დარჩენილი და აი წკიპზე ჩავიდოდით. ხო. მაგრამ ეგრე არა. ესე მშვიდად წყნარად რომ შემიძლია რომ ჯერ სასტუმროში მივიდე და ნივთები დავაწყო და მე წავიყვანო შესაერთებლად მანქანა და აი ესე მშვიდად წყნარად თუ იქნება და ყველაფერი არ წარმომედგინა და. კი, ანუ მივიღოთ სასტუმროში დავუბინავდებით, შემდეგ უკვე მანქანას წავიყვანთ. შევერთეთ დამტენზე, მანამდე კი გემრიელ აჭარულს მივერთვეთ საერთოდ. თან ძალიან მაგარი ამინდია ამდენი წვიმის შემდეგ როგორც იქნა მზე გამოვიდა და ძალიან უხდება თან ბათუმს მზე. თავარი მისია შესრულებულია, ამ ავტომობილმა შეძლო თელავიდან ბათუმში ჩამოსვლა ერთი დამოხტვით და კიდევ არის დარჩენილი რეინჯი. ასე რომ გამოიწერეთ ჩვენი არხი, მოლი რომ საინტერესო ვიდეო იყო და შემოგთავაზებ კიდევ უამრავ საინტერესო კონტენტს. არ დაგავიწყდეთ 20.000 გამომწერზე გავათამაშებთ გამომწერებისთვის დრიფტის შესწავლის კურსს. მოვიყვანთ 3 გამომწერს და შევასწავლით დრიფტს. წავედით.